მოგესალმებით, მოდით ვისაუბროთ შეგეთ რაც მოხდა იქ კახეთში სასტუმროში, რომ ბიჭმა გოგოს გაარტყა ხელი. პირველ რიგში ეს მას არ აქვს არანაირი გამართლება ბიჭის მხრიდან. აი მაგის გაკეთება არ შეიძლება. ბიჭმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარტყოს გოგოს ხელი, არავითარ შემთხვევაში. უნდა შეძლოს ის რომ მოთოკოს თავი და ასე შემდეგ. თვითონ ფაქტია ცუდი. ეხა მართალია თუ მტყუანია თუ რა მოხდა იქ უკვე სხვა თემაა. ეს ერთი. მეორე, კარგია რომ ეს ბიჭი არ ჩასვეს ციხეში და გამოუშვეს ქირავად. მესამე ის რომ კარგია რომ სასტუმრო იხდის, სადაც მოხდა ეს. ცოტა სასტუმროს ბრალიც არის და დააცვალა ადმინისტრატორი და თემა არ უნდა მოხდარიყო. კარგია რომ სასტუმრო იხდის. ცუდი არის ის რომ კიდე ერთი მომენტი რომ აი ბევრმა დადეს ეს ვიდეოები და ამის ყურება არ არის კარგი და გაზიარება და ასე შემდეგ, მაგ მომენტების არ არის ეს კარგი. თუ წაშლით, კარგი იქნება. არ არის ეს სასურველი აი ამ თქვა ძალადობის ჩვენება და ყურება. ნუ რაც მოხდა, მაგრამ ამაზე და ცუდია ის რომ ამაზე ბევრი აკეთებს რაღაცა ცუდ ბინძურ პიარს. და რაღაც თავის იდეებს აქვსოს და რაღაც ფილოსოფოსობს და ასე შემდეგ. რაღაცა სხვა თემებსაც რომ მიხედონ, კაი იქნება. პლუს კიდე სოფო ბედიას ქმარიც რაღაც განცხადებებს აკეთებს. ყველა რომ მაგით იცნობს მარტო რომ სოფო ბედიას ქმარი და ბევრმა სხვათა შორის არც იცის იმის არც სახელი და გვარი და უბრალოდ იციან რომ სოფო ბედიას ქმარია. რავი, ესე ამბობენ ყველა შემთხვევაში. ჯობია ეს თემა ჩაახჩონ და ამაზე დიდი ყურადღება არ ემოსა. ეხლა რა მინდა რა თემა წამოვწე. ის რომ მოდით ესე გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ესე იგი რუსები, უკრაინელები და ბელორუსები. ბელორუსის მოქალაქეები ეს არის დავარქვათ სლავები, სლავები არიან. მათ აქვთ ესეთი თავის სახელმწიფო ენები, ძალიან გავს ეგენი ერთმანეთს და კულტურითაც ქავენ, არის რაღაც სხვაობები, სერიოზული სხვაობები, მაგრამ ძალიან ახლო არიან ესენი ერთმანეთთან ენით, კულტურით და რაღაც გარკვეული მენტალიტეტის ნაწილით. და ამიტომ დავარქვათ ამათ სლავები, სადაც შედიან უკრაინელები, რუსები და ბელორუსები. პირველი ის თემა წამოვწიოთ. არის მაინც და მაინც თუ დააკვირდით, რომ ძირითად შემთხვევაში უფრო გოგოები პლატავდებიან. ამ სლავებიდან უმეტეს შემთხვევაში ყველა არა, მაგრამ უმეტესი. რატო ხდება? იმიტომ რომ აქვთ ესეთი წესი, რომ როცა ოჯახში გაიზრდება გოგო და ბიჭი, შვილები, ვთქვათ, ბიჭს აგდებენ სახლიდან, უმეტეს შემთხვევაში უშვებენ სახლიდან და გოგოს იტოვებენ. და გოგო ცხოვრობს დედა მამასთან, ანუ უფრო დედასთან და ქორწინდება და ეს სიძე მოყავთ სახლში. უმეტეს შემთხვევაში ეს სიძე რა, ანუ გოგოს მოყავს ქმარი თავის სახლში. და არის ხოლმე სიტუაცია შემდეგი, რომ ამუშავებენ ამ ქმარს, თქვათ, აქ ხელფასი $2000 მოდის სახლში, მიდის ცოლის სახლში, იქ ხდება ცოლი, აბლატავებული ცოლი და აბლატავებული სიდედრი. დაითრევენ ამ ტიპს, ეუბნებიან $1000 ჩვენ უნდა მოგცე, ესენი ინახავენ ამ ფულს, ხალებს უყვართ ეს ფულის შენახვა, არ ხარჯავენ ამ ქმრებს ასე ვთქვათ, ჩაგრავენ რა. თუ დააკვირდით უმეტეს შემთხვევაში, როცა რაღაცა კონფლიქტი ან გაუგებრობა, თუ ცოლ-ქმარია, სლავები არიან, ყველაზე მეტ ცოლი პლატაობს და ცოლი იცავს ქმარს, ესე ხოლმე, იმიტომ რომ
ამწუხაროდ ბიჭი ამ შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში არის მიჩმორებული, მარტივად რო ვთქვა რა. და ამათ მერე მაყუთი აქვთ ამ სლავ გოგოებს უმეტესობას მაყუთი აქვს, მაყუთით მოდიან საქართველოში რაღაცებს ყიდულობენ, ფართებს ყიდულობენ, უძრავ კონებას ყიდულობენ. აი ცუდი ფაქტები მოხდა ის, რომ მაშინ ეს კონფლიქტი რო დაიწყო რუსეთ-უკრაინის, ბევრი ჩამოვიდა საქართველოში და ბევრი იყო ისეთი და ბევრი არ იყო, ბევრი ღირსეულად მოიქცა, რომ ბევრმა გაუშვა გაქირავებული ქონათ ბინები და ეს სლავების შემოუშვეს და მეტი ფული გამოართეს და ქართველებს ბინები დაატოვებინეს. აი მაშინ უნდა რაღაც დონეზე ხმა მოგვეღო და ერთი-ორი სიტყვა გვეთქვა იმ ქართველებისთვის, რომელიც იმ ნაწილი ქართველების ყველა არა, რომელიც ესე მოიქცა, რომ ქართველი გაუშვა, ქირაობდა და მეტი ფული რომ მოინდომათ, შემოუშვა ეს რუსი იყო თუ უკრაინელი და ასე შემდეგ რა. მერე იმათმაც აიღეს და არ გადაიხადეს ფულები და გადააგდეს. და ასე შემდეგ რა და აი რა ვიცი, ცოტა აბლატავდნენ. ეხლა მე ერთი-ორი ისტორიას მოგიყვებით. მაგალითად მე რა შემევ აქ მე მოუხაზე ასეთი ასე ვთქვათ ეს არის სკამები მატარებელში 1 2 3 4 5 6 დაახლოებით 3 წლის უკან 2023 წელს ზაფხულისკენ მე მიმყავდა შვილი ბიჭი 3 წლის პატარა თბილისიდან ქობულეთში და იყო ესეთი სიტუაცია ესე იგი სლავები იყვნენ არ ვიცი აი რუსულად საუბრობდნენ რუსები იყვნენ უკრაინელები თუ ბელორუსები მოდის სლავები აი რუსულენოვანი სტუმრები ასე ვთქვათ არ ვიცი საიდან ჩამოვიდნენ მაგრამ იყო სიტუაცია ასე ხედავთ აი ეს არის სკამი პირველი აი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე მეექვსე ეს არის მატარებელი და ეს სკამები მატარებელშია განლაგებული აი ამ ადგილას არის პანჯარა აქაც პანჯარა და ესეც აქ არის სკამიც და რა ხდება ახლა აი აქ პირველი მეორე მესამე მეოთხე მეხუთე ქონდათ ამ სლავებს ნაყიდი ბილეთი და ესენი თან ერთმანეთს უყურებდნენ აი აქ ქონდათ ფეხები ასე დაწყობილი და ერთმანეთს უყურებდნენ რა აი მეექვსე ბილეთი იყო ჩემი მე მქონდა ეს მეექვსე ბილეთი ნაყიდი და აქ მქონდა კიდე მეშვიდე იმიტომ რომ აქ პატარა ბიჭი მეთქი დავსვავდი ამას 3 წლის და მეთქი მე აქ დავждდებოდი მაგრამ იყო სიტუაცია შემდეგი აქ იჯდა ესე იგი სიდედრი სიძე და ამ სიძეს ცოლი რა ანუ ცოლ-ქმარი იჯდნენ სლავები სიდედრი იყო და იყო ესე იგი ორი გოგო ყავდათ იქნებოდნენ 10-12 წლის ეს რა ორი გოგო შვილი რა ესე იგი ცოლ-ქმარი სიდედრი და ამ ცოლ-ქმრის ორი პატარა გოგო შვილი ეხლა რა ხდება თქვათ აქ იჯდა რა ვიღოთ ამ ადგილას პირველ ადგილას სიძე მეორეზე იჯდა ისე რა ქვია აქ გოგო იჯდა აქ მარი იჯდა მაგის მესამეზე მეოთხეზე იჯდა ამ ცოლ-ქმრის ერთი შვილი და მეხუთე და მეექვსეზე აი ესე იყო წამოწოლილი გოგონა რა მე როცა შემოვიდი რომ დავინახე რომ ეს გოგონა აქ წევს დავჯექი მეშვიდე ადგილას და აღარ შევაწუხე მეთქი ახლა წევს ნუ ახლა პატარა ბავშვია და ეს აღარ უთხარე რომ ადექით და ჩემია და სკამია მეთქი ახლა პატივს ვცე მამად იმიტომ რომ ახლა სტუმრები არიან და დავჯექი აქ მეშვიდე ადგილას და ჩემი ბიჭიც პატარა 3 წლის ესე კალთაში ჩავისვია აქ რა და ჯოლებრივად არაფერი არ მithქვია მეექვსე ჩემია და ავანებე
აი ეს ადგილი იყო ჩემი რა, სადაც ეს პატარა ბავშვი 10 წლის ბავშვი იწვა. სტუმარი რუსი თუ სლავი თუ ვინც იყო. შემდგომ ხდება ეს, შემოდის რაღაც სადგურზე, ხ თბილისიდან მიდის კობულეთისკენ ეს მატარებელი, შემოდის ბიჭი ქართველი. შემოვიდა ეს ბიჭი, დაждდა ამ სკამზე, ამ ბიჭს ჰქონდა ძალიან პატარა ესეთი ჩანთა, ძალიან პატარა, რა ვიცი. გოგოები უფრო ატარებენ ხოლმე და აიღო და აქ არის ზემოთ აი ამ ადგილას ასე ზემოთ მხარეს არის ჩანთის დასადები და ამან იფიქრა რომ აქ რაღაც პატარა ადგილი იყო ჩავაკვეთე. როგორც კი ჩადო ამ ბიჭმა ამ ადგილას ეს ჩანთა, წამოხდა ეს სიდედრი, ეს სლავი, დაუწყო ჩხუბი, რომ აი შენ ბიჭო და რუსულად დაიწყო, რაღაც შეუბერა თავისი. შენო რატო დებო აქ ჩანთასო რა, მე არ მინდა აქ ჩემ მხარესო, სადაც გინდა იქ დადეო რა. მე უთხარი მეც მეთქი პატარა აქ და იქნებ დაადებინოთ მეთქი და არა სადაც უნდა იქ გადაждდეს და წავიდეს და აქ ჩანთა არ დამიდოს და ეს ჩემია და რაღაც. მოკლედ წავიდა ეგრე საქმე. კაი მე უთხარი, მოდით ახლა ცოტა სხვანაირად გავაკეთოთ ახლა რა. მაჩვენეთ მეთქი დროზე ბილეთები რა. ყველა წამოდექით და მაჩვენებს აქ სიდედრი პირველი, აქ მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, ეს მეექვსე მე უთხარი ეს აი ეს მეექვსე ადგილი მე უთხარი. ვისია ეს მე უთხარი ეს? თქვენი ხო არ არის? ეს არის მე უთხარი ჩემი, მე შვილთან ერთად ვზივარ აქ მე უთხარი და დავინახე რომ ეს თქვენი პატარა ბავშვი აქ 10 წლის წევს, არ შევაწუხე, პატივი გეცით. ხო და თქვენ მე უთხარი აქ ამ ბიჭს აუტეხეთ, ეს ბიჭი იძახეს კაცო რუსულიც არ მესმისო და ეს უძაბავს რა შქია არ გესმის რუსული რაღაც. ავიღე მერე და მე უთხარი ეს ხო ჩემია ეს ადგილი. აი ეს ხო ჩემია, წამოდექით ყველა თავ-თავის ადგილას დაჯექით, აი ეს იყოს ცარიელი. ამ ბიჭს უთხარი მეთქი აქ ხო მეკუტნის ერთი პატარა ადგილი, ჩავადებინე ამას ჩანთა და აი ეს ადგილი იყოს ცარიელი მე უთხარი, ხოა ჩემი, აი თქვენ ვერ გაიგეთ პატივისცემა, ეხლა გაიგეთ. და აი ისე დღეში ჩავარდნენ, აი შოქში ჩავარდნენ, არ ელოდნენ რა. ამ სიტუაციას ესე და გაუჩე იარა მატარებელმა ერთი 40 წუთი ეგრე და მე უთხარი ამათ რა. ამ სლავებს რა, აი თქვენ მე უთხარი რომ მოვედი და ეს ბავშვი იწვა, ჩემს სკამზე იწვა, მე რომ არაფერი არ უთხარი და გააგზელა ძილი და ასე. ამას ქვია მე უთხარი პატივისცემა, ამას ქვია პატივისცემა, პატივი გეცით თქვენ. თქვენ ეს უნდა დაინახოთ მე უთხარი. მე ხომ არ მითქვია გამინთავისუფლეთ ეს, მე პატივი გეცით, წამოვიყვანე და მე ჩემ შვილთან ერთად ორივე ერთ სკამზე დავჯექით კალთაში მყავდა პატივი გეცით. თქვენ მე უთხარი აქ რომ აქ აბლატავდით და ამ ბიჭს ეუბნებით ასე მე უთხარი აი რითი გამოხატეთ მე უთხარი მადლობა ამ პატივისცემაზე. ხო და თან უთხარი მე ეს ხო ცარიელია, ეხლა შეგიძლია დაწეკით მე უთხარი და დაწვეს ის ბავშვია თუ ვინც დაწვება, არა ვარ ჩვენ ბოროტი, მაგრამ დაიმახსოვრეთ კარგად რომ მე რომ პატივისცემენ ეს სიკეთე უნდა დაინახოთ და თქვენც იგივენაირად უნდა ეხლა რომ აბლატავებ და ცალკე 1-2 სიტყვა იმ ტიპსაც უთხარი. რომ აქ მე უთხარი, შენ ხო კაცი ხარ მე უთხარი, რას ატლიკინებ აქ მე უთხარი. ცალკე ცოლ, ცალკე სიდედს და იმ სიდედსაც უთხარი. შენ რატო ახტები აქ კაციზის მე უთხარი, ეს ხო უნდა დააფასოთ ეხლა თქვენ ორი გოგო ყავთ, რას აყურებინებთ მე უთხარი, რომ აქ თქვენ სიდედრები აქ ჩაირთვეთ და აქ რაღაცა დვიჟენიებს მართავთ აქ მე უთხარი. კაცია აქ და უნდა რაღაცა დააფასოთ და არ გადაახტეთ 1-2 სიტყვა ამას და ენა ჩაუვარდათ, მე აქეთ სნიკერსებს და ბაუნტებს აძლევდნენ ჩემ ბავშვს და რაღაც შერიგების თემა უნდათ, მაგრამ მე ვთქვი ბაზარი არაა და მიხვდნენ რა, ხმა არ ამოუღიათ, მაგრამ ასეთ ვითარებას არ ელოდნენ. ეხლა მოვყვები კიდე მეორე ისტორიას. ეხლა ხო მე თბილისიდან ჩავედი იმაში ქობულეთში. ეხლა პირიქით ხდება. ეხლა რა სიტუაცია არის? ეხლა არის ქობულეთიდან მივდივარ უკან იმაში რა ქვია ქობულეთიდან მივდივარ თბილისში
და ეხლა შემდეგი რა ხდება? ეხლა მოგიყვებით კიდე მეორე ისტორიას. მოდით ეს გავასვათ ხო. ეხლა დალში რა ხდება და არის მოკლედ აი აქ ასე არის იგივე სამი სკამი, აქ მაქვს ესე ფეხები, აი ჩემი ოჯახი იჯდა გვერდზე და აქ არის კიდე სკამები. ეს უკვე აი ქობულეთიდან რო დაიძრა და მიდის ურეკამდე არ მისული. ნუ აქ ზის ვიღაცა გოგო, ოღონდ ამას აი ზურგი აქ ამ ადგილას, მე ფეხები აქ ამ გოგოსაც აქეთ აქ ფეხები, ნუ ან ეს გოგო აქეთ უყურებს, მეც აქეთ უყურებ. ნუ ეს სკამია ეს ზურგია, ჩემი ზურგიც აქ არის. აქ მისი შვილები ზის. ისიც სლავია ეს გოგო. სადღაც იქნებოდა 45 წლის, პლუს მინუს 5 წელი. და დაიძრა მატარებელი ქობულეთიდან მიდის და იქ ვარცდები ურეკი 20 კილომეტრშია, 15-შია, ახლოსია. ნუ სანამ ურეკამდე მივა, მიდის რა გემრიელად რაღაცა და აი ჩვენ ხო უფრო ისე ვიცით ხოლმე ხანდახან მატარებელში ვზივართ თუ შეიძლება ავტობუსში ხანდახან არის რა ავტობუსში ვიღაცას დაურეკავს ტელეფონი და რაღაც 1-2 სიტყვით რაღაც დაილაპარაკებს გათიშავს მერე და მაინც და მაინც ეხა ვერ ვიტყვით რომ აი ვიღაცა აი ხმამაღლა ლაპარაკ ან იქაც ახლა მატარებელშიც აი თუ ჩართავს მობილურს დაბალზე ძალიან დაბალზე ჩართავს რაღაცა ხმას რო აი მარტო თვითონ რო ესმოდეს აი ძალიან და აი სადღაც აი აქედან პიროვნება ზის სადღაც არის 1-5-6 მეტრში ნუ ისიც დავის კამში და აი სლავი გოგო რა წამოხდა იძახის ურეკამდე მომისმინე თუ ყველამ რა შეხედა ხო ხალხმა რა ის ხა არის 1-50 კაცი შეიძლება 40-იც და რაღაც ეგრე რა მეორე სართულზე ვარ და თქვენო ისო კაცო არიცი თუ აქ რა წესებიო საერთოდ თუ საზოგადოებისო და რაღაცაო რა აქ მობილურები რო გაჩიტეთო პლანშეტებიო და რაღაცაო და გაქვთო რაღაცები ჩართული კიო ხმადაბლაო მაგრამ იგრი არ უნდა კონდეთო რა ნაუშნიკიო შეარჭეთო და ეს ნაუშნიკი ყურში გაირჭეთო მაგრამ ეხა ჩვენ მაინც და მაინც ეხა მაგის ის არ აქვს კი ზოგი იმაშვება ზოგი დაბალზე ახლა რაღაც მობილურში უყურებს თავისთვის რაღაცას არავის არ აწუხებს და ბენო ასე რო ხართო ისო და მასე არ უნდა კონდეთო არ უნდა იცოდეთო რა წაიბლატავა რა მეც მე უთხარი იცით რა ეხა ჩვენც ხო არა ვართ ეხა შვეიცარია ხა ეს ბიჭის ძის შორს მე უთხარი 6 შენ არ გაწუხებს და არ მაწუხებსო რაო ეხა მეო მაშინო ეს გოგვიძრე ავიღებო და რაღაც რუსულ ჰიმს ჩაგირთავთო და მოგეწონებათო აი უკვე ხო ხდება პროვოკაციაზე მიდის და მაგარი ისეთი აი სიტყვიერად მივჭოჭე რა მეთქი რას ქვია შენ მეთქი ხო უნდა იცოდეს სადახარ ახარა და ესენი გაბლადა წავიდა იქ ბორდგამცილებელს რაღაც უთხრა ესო რაღაცას მებაზრებაო რაღაცებს ჩემზე მაგრამ აქ ახლა კიდე ერთი ცუდი მომენტი რაც არ მომეწონა ძალიან რა ამ ვინც იჯდა იქ რა გვერდზე გოგო იჯდა ქართველი აქეთაც ისა და ისა რა ქვია ბორდგამცილებელი მოვიდა მითხრა თქვენო რაღაცაო ცოტა ხმაურობთ რა მეთქი ხმაურობთ რა რაღაც ზედმეტებს იძახის რა თან რაღაც რუსული ხიმი ამ მომენტში არავის არც ერთს არ უთქვია რომ რას ქვია შენ რუსული ბევრმა იცის რომ რას ვაზრობ და შენ რა ჰიმნი რა ისა რა უნდა მოეცათ რა მხარდაჭერა ჩემთვის პირიქით აი ეს აი თქვენ ხმაურობ და აი შეგიძლიათ ცოტა ჩუმად ილაპარაკოთ და რა მეთქი ბიჭო შენ გოგო ან ისა ბიჭო ან რას ქვია თქვენ აზზე მოდით აქ უკვე ეხებიან ეროვნულ ღირსებას რა იქ რა ჰიმნი რუსული და რა ზიხართ მე უთხარი აქ ხმას არიღებ ეს როგორ შეიძლება მე უთხარი მე ცოტა 1-2 სიტყვა იმათ ძალიან ისე უთხარი და ნუ ამით ეს სიტუაცია დამთავრდა მაგრამ როცა ასე ხდება ხოლმე რა თქვენ კაი ხალხო რა იმ მომენტში ახლა ის ბიჭიც მარტო ავიდა იქ აი რატო არ აყვა იმას 1-2 გოგო აი გოგოს რო ეთქვა რაღაცა ანისა აი ესე არ გამოჩდებოდა ის ან სადაუშვით ეს ბიჭი მარტო ან იქაც იმატარებელში რო ზიხართ იქ 40 კაცი და მე რაღაცებს რო ვიძახით და
რო ვთქვი და არც ერთმა მხარდაჭერა არ მომეწეთ. ერთი-ორი სიტყვათ არის ხოლმე ჩააღუნავთ თავს და რაღაც ხმას არ იღებთ. აი ეგეთი რაღაცეები არ მესმის ხოლმე რა. როცა იქ ხარი უნდა დაუჭიროთ ერთმანეთს, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, იქ უნდა როცა იქ ეხება საერთო საქმეს და საერო საქმეს, ნება იბოძეთ და თქვენ ხმა ამოიღეთ. მერე რო გამოხვალთ ხოლმე იქ ცალ-ცალკე რაღაც ინციდენტის მერე რაღაცა სხვა რეგიონიდან, სხვა ქვეყნიდან და რაღაცა ფრაზებს ისვრით და ასე შემდეგ. რა ვითომ აი მე ესე მოვიქცევ და აი როცა საქმეზე მივა, იქ ზოგი არის ხოლმე რომ რაღაცა გვერდზე დადგება და ხმას არ ამოიღებს რა. აი ეგ ისწავლეთ რა ერთმანეთის იმ მომენტში მხარდაჭერა. ხო, მარტო ისა რა ვიცი, აი ამის თქმა მინდოდა, ხდება ხოლმე ეს და საბოლოო ჯამში რისი თქმა მინდა? ერთი რაღაცა, ეს არის ხოლმე იშვიათად ხდება ესეთი რაღაცა. მაინც და მაინც არ უნდა გავამახვილოთ იმაზე ყურადღება, რომ არ იფიქროთ, რომ ყველა ესე აქ განწყობილი ძალიან ბევრი ღირსეული არის მათ შორის უკრაინელი, ბელორუსიც, რუსიც, უკრაინელი სლავები, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო, ძალიან დიდ პატივს სცემს და ჩვენც ასევე ამ კატეგორია ხალხსაც ჩვენც ვაფასებთ. ეს ერთქვაფში არ უნდა მოუხარშოთ. ეს იყო რაღაცა ერთი ცუდი ინციდენტი, რომელიც ასე ვთქვათ, ამოხდა. ну, ესეთი რაღაცა პროვოკატორი გოგო, მაგრამ თქვენ არ იფიქროთ, რომ ყველა ესე არ არის რა, ბევრია, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო, ქართველები პატივს სცემენ, ვინც არ უნდა ყველა ირშია ეს 1-2 ადამიანი გაერევა ხოლმე რაღაც ცოტა თავგაყინული. ხო და არ ვიყოთ ცუდად განწყობილი და ერთმანეთი დავაფასოთ, ვაპატიოთ და ამას არ მიუცეთ იმის საშუალება, რომ რაღაცა წენა იყოს რა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აი ინტერნეტს თუ გადახედავთ, ძალიან დადებითი ის არის, აი დადებითი გამოხმაურება თუნდაც უკრაინელებიდან, რუსებიდან, ყაზახებიდან და უყვართ და ყველა იძახის, რომ ძალიან სტუმართ მოყვარე. ну, ეს მოხდა რაღაც ერთი ინციდენტი. მე ვფიქრობ, რომ შერიგდებიან, ყველაფერი კარგად იქნება და რა ვიცი, ვიყვარდეს ერთმანეთ, დავაფასოთ და ვაპატიოთ. რაც თავარია. და ვიყოთ ესე ვთქვათ, ცოტა უფრო თავშეკავებულები და ასე შემდეგ, არ ავყვეთ ემოციებს და იმას პროვოკაციას, იმიტომ რომ ზოგი მე ამას ცუდად იყენებს რა. მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო მეტი დადებითია და თუ გადახედავთ იუთუბერს და იმას და აი დადებითი ძახიან ჩვენზე სულ ყველა, არა მარტო ისინი, საერთოდ რა. ჩვენ ძალიან სტუმართ მოყვარე ვართ, ეს პროსტა ერთი რაღაცა ცოტა ცუდი ინციდენტი მოხდა და სავარაუდოდ აღარ გამეორდება და შერიგდებიან და ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ ეს გოგოებიც ხო ხედავთ, აი რა ვითარება არის, ახლა ვერ ჩაჯდნენ ახლა ისინი ჩვენ აი 5 გოგო რაღაცა დაათვრენ აი ნომერში ერთად და რაღაც, ну აი ჯერ რა უნდათ ახლა შეკაი ადამიანო რა. რა გინდა ნომერში რა შამპანს რას აცხავრა აი არ იყვნენ დალაგებული ის მაგრამ მაგად გამო ჩვენ არ უნდა ვთქვათ რომ ყველა ესეთი არა ბევრი არის ისეული ბევრი აფასებს ბევრს უყვარვართ და ჩვენც ისა იმასთან რა ქვია ყოველთვის შერიგების ტალღაზე ვიყოთ ყოველთვის და დავაფასოთ ერთმანეთი ყველას გისურვებთ წარმატებას და წინსვლას